ძირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ჩვენ დაუკავშირდით პირადად, მაგრამ ინტერვიუზე უარი გვითხრა, ამიტომ მის ნაცვლად ჩაგვერთვება სოლოლაკის სასახლეში მცხოვრები მისი ნათესავი ჭიათურელი დიტო. მოგესალმებით ბატონო დიტო, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. გამარჯობა, ვანო, გამარჯობა. როგორ ახარ დიტო? რა ვიცი, ვანო, ვარ რესპუბლიკელივით. რესპუბლიკელივით, ანუ კარგად ხარ ესე იგი. რა კარგად კი არა, როდის გამაგდებს ბიზია ისახლიდან კაცმა არიც. კარგი, ერთი ასლი გავიგეკითხო, რა ხდება ბიძინასთან? დიდი ხანია აღარ ხსმენია არაფერი და მოგვიყევი რამე ახლა რა ხდება თქვენთან შიგნით სამზარეულოში? გეტყვით ყველაფერს რა პრობლემა არის, მაგრამ მეიცადე ამას დავდება ხანა ჯერე თუ არა რუსთავიორზე რომ ნახოს ბიზიამ გედირევა ის. ამას ტელევიზორს უყურებდა და ჩუმად გოდოურთები რუსთავიორზე ისე გამწარებული გამამეკიდა ძლივა შევასწარი ლომის გალიაში. დაიცა კაცო, ლომის გალიაში და ლომის არ შეგეშინდა მე. ვანო შენ ეტყობა კურიერისგან გამწარებული ბიზინა არ გამოგკიდებია თუ არ არიტყოდი მაგას მას. გასაგებია. სამაგიეროდ რა ვარი ოქროს ბრასლენტი დევითრიე და ინახე. ოი, ოქროს ბრასლენტი. საიდან გაქვს აიყიდე? საიდან მაქვს და რომ ამდევდა იჩუსტი მესროლა და გავყიდე ის იმერე რა. ამივიდა ბრასლენტია ხან ნეტა მეორე წესროლა ევიწყონდის ოვნებას მაგათი დირუარმა. რა უნდა კითხო, იცით ხა ბიზნესაც ცხოვრობდა, ფულს თუ გაძლევს 60-ს რამეს აი. რა არ მაძლევს, ხან 500 ლას მაძლევს, ხან 1000 ლას მაძლევს და ასე მაშინ. ძალიან კარგი თუ გაძლევს, მაგასაც ჯობია. რასაჯობია 18%-ში მაძლევს და გადახთარ უნდა მე იმას. გასაგებია. იცი სულ მაინტერესებდა დიტო ეს საგურამოში რო кейფი გაიმართა, თქვენ თუ იყავით ძალიან ბევრი ადამიანი იყო მისული და თქვენ თუ ესწრებოდით პირადად. რა ვარ ვიყავი, მაგარი იყო საგურამოს кейფი ჩემი გაი. დავთვერით იქა დავლიეთ და მე და ბიზია დევეშვით პეტერბურგში პირდაპირ. პეტერბურგში რა გინდოდათ? რა ვიცი, დალია და რაღა ილიას გზა არის, ბარემ ბოლომდე ილიას გზა იყოსაო და წამაკონწია რაი. კარგი, მინისტრებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, აი როგორი ურთიერთობა აქვს თვითონ ბიზნესს, ეგ მაინტერესებს. გააჩნია ახლა რა ვარი გამოძინებული არის. ამას წინ ცოტა ძილი დააკიდა და რა ვარი ანგელოზივით პრემიერი მოხსნა ქეხედამ თქვენს. კარგი, მაგაზე მინდოდა მეკითხა ღარიბაშვილი ბურჯანაძე ინაშვილი ერთიანდებაო, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება თუ არ იცით თქვენ? რა ვიცი, მაგე ნარმანიას კითხე. ნარმანია რა შუაშია? არაფერ შუაში არ არის, მაგრამ რაღაცა კითხეთ იმ კაცს ცოდვა არის, დაბანჩალობს თავის მერიაში იქანა მაგ. კარგით, გოგითოფაძეზე მინდა კითხოთ, გოგითოფაძე მართლა გააკრიტიკა ეს სიმართლეს შეესაბამება ეს? აპარაკნა გოგითოფაძე მაგრად გააკრიტიკა, დოურეკა ტელეფონზე ასე და 1 საათი ჩუმად იყო ბიზია იხმა არ გოუღია. ჩუმად იყო ეგრანაირი კრიტიკა, მე ჩუმად თუ იყო? არიცი თქვენ ემაგე ჩუმად როცა არის მაშინარი აპასნი. გასაგებია. თოფაძეზე მე უთხარი კიდე ბიზიას ვკითხე ისე თქო, კაცი ამნაირ სისულელეებს ლაპარაკობს და ამდენი ფული საიდან იშოვა თქო და გამიბრაზდა. არა და დედამამიკვდეს მართლა გოგითოფაძე ვიგულისხმები. არაფერი ნაირი არ ყოფილა. იცი რა არის, მაინტერესა აი ბიზნეს თუ ურეკავენ ხშირად ტელეფონზე და აი ვინ ურეკავს ან მაგაზე უნდა გაცინოვანო, კაი გამახსენა ტელეფონებზე ახლა ამას წინ ბიზიას ტელეფონში კონტაქტებს ვათვალიერებდი და ნეტა განახარანაირად უწერია შიგნითკენ ნომრები. უი, რა საინტერესოა, მე 1-2 გითხარით თუ შეიძლება. ეტყვი რაც და მამახსოვრდა ამნაირი ეწერ ერთი მამკო და ნოდარი. ეტყობა მთლად სხვარი ჭამიას ვერ უძახის წინს იმას და ასე და კიდე იყო ისი კორფუჯიეკა. კორფუჯიეკა? ხო, ბესელიაზე ის თეთრები როაცვია და შავ საქმეებს რო აკეთებს მამა. აგიტო ეს კორფუჯიეკა ეწერა შიგნითკენ. ერთი იყო კიდე ისი რა ქვია, ბაბილონა გოგი. ბაბილონა გოგი რას ნიშნავს? რავი, იმნაირ რაღაცებს ლაპარაკობს, კაციშვილი ვერ გებულობს, არეული აქ აზროვნება ია. ბაბილონა გოგი უწერია მაგნაირა. კიდე არის ვინმე? იცადე, ხო, კიდე იყო ისი ბოლოთეა. ბოლოთეა? ხო, წულუკიანზე უწერია ისი მინისტრებს რო აყენებს ხოლმე სიმაღლის და მიხედვითი თიას უწევს ბოლოში და ბოლოთია. კიდე არის ვინმე თუ კი ერთი იყო ის ვაზელინი უწერია ერთი კიდე და ეს ზოგადი ნომერია ხან ვინ ურეკამს და ასე იმას ხება. ერთი რა უნდა გითხო, მართლა 10 ეიძინებს ბიზინა ივანიშვილი? არა, ახლა 4 საათს ეიძინებს შუადღეს.
4 საათზე რატო იძინებს 4 საათზე? რატო და იმდენი ხეები დარგა ეზოში 4 სექეგამდება უკვე ჩვენთან იძინებს აბა და ახლა სად არის თვითონ? ახლა აგერა დარბის ეზოში რატო დარბის რატო? რატო და რაცა 100 წლიანი ხეები ჩამეიტანა და მე თქვი პატივს ემთქო და ჩემ მეზობელ ვაჟიას და ვახერხიე დრუჟბითი დარბის გამწარებული ანუ მე მგონია ჩემსკენ დეიძრა ხაწებედი მე გაასრულებენა დიდი მადლობა დიტო ჭიათურელი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში ჩართვაზე დიდი მადლობა დიტო ძვირფასო მეგობრებო თქვენს წინაშეა ჯგუფი სამოქალაქო სექტორი